გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხამიცაშვილი და თქვენ მიყოფებით ჩემ არხზე თევზავის მეთოდებში. მე და გიორგი ავდივართ ახლა თბილისის ზღვაზე, რომ წავითევზაოთ, მარკეტინგში ავდივართ პატარა ზღვაზე, კოშკთან. დავიჭერთ თუ არ დავიჭერთ ეს ვიდეო აუცილებლად დაიდება ჩემ არხზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციული რჩევები უნდა მოგცეთ და რჩევები უნდა გადავიღო. ამ პერიოდში რას ვაკვირდები, რას ვაკეთებ და ასე შემდეგ. მოკლედ, არ გადაახვიოთ მეგობრებო, გამომხევით, იმიტომ რომ ვინც ახვევთ, დაწმებულები იყავით, რომ ძალიან რაღაცას ტოვებთ. ხო, ძალიან ბევრი ამას ტოვებენ და ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ მე კომენტარში მიცეთ ხოლმე, რომ ესეა თუ ისეაო და ის უკვე ახსნილი მაქვს დიამდვილეში. ჩემოგარგება სწორად გამიგეს რა და მოკლედ, გამოწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, რომ თქვენ რომ მოიწონეთ ვიდეოს, შემოკარგებო, YouTube აზიარებს მე რამოდენიმე ადამიანთან და მოდის თქვენსაც დავეხმაროთ. ძალიან თხოვნა მექნება რომ გამოწეროთ არხი და მოიწონეთ ვიდეო. თუ გადააზიარებ, გადააზიარეთ. მაგალითად არ ვიქნები უარზე. მოკლედ, ეხლა ავდივართ, უკვე 4 საათია. ასე მოგვიწია მე და გიორგის ასვლა, ეხლა 4 საათია, მაინც არ დავნებდით. საპატიო მიზეზის გამო დავაგვია. ხო, საპატიო მიზეზის გამო და მოკლედ შევხედავთ რა იქნება რა. დავიჭერთ ცევს თუ არ დავიჭერთ ეს ვიდეო უეჭველი და აუცილებლად დაიდება ჩემ არხზე. აბა შევხვდებით უკვე ადგილზე. დროებით. მოკლედ ჩამოვედით შემოკარგებო, ახლა თბილისის ზღვაზე ვართ. კოშკთან აღარ მივედით. იმიტომ რომ ჩემი მეგობარი თევზაობს და მოდის თევზი ასე თუ ისეო, წვრილი თევზებიო. ჩვენ აქტიურ თევზთან არ ჩამოსულ ვართ. მე ცოტა ექსპერიმენტი მიყვარს და სულ მუდმივად ვცდილობ, რომ პასიურ თევზთან უფრო მოვუგო ბრძოლაში, ვიდრე აქტიური თევზი ვიჭირო მილიონი, სწორად გამიგეთ რა. ეხლა იმიტომ შევიცვალეთ მე და გიო იწო გადმოვიდით აქეთ, რომ აი ეს ადგილი, აი გიო აჩვენე, ეს ადგილი ეს დიდი ზღვის და პატარა ზღვის შეერთებაა და აქეთ რა თქმა უნდა არქივით მოდის, რა თქმა უნდა შაგბადი და საკვები და ასე შემდეგ ირევა და ირევა. ერთი სასიხარულო ფაქტი მოვედით და მაქედან გადმოვედით, ბარკლანი დავინახეთ მეგობრებო. ახლო-მახლო ახლა დაცურავს და ჭამს, აგერეთი იქით არის, ერთი ახლოში. ეს იმას ნიშნავს, რომ თევზი ჩვენი აზრით დგას. ეს მუდმივად ბევრი პრაქტიკის გამომდინარეა, იმიტომ რომ როცა ან იხვია, ან წყლით გათამია, ან ნებისმიერი რამე, ან წავი დავინახეთ ან შეიძლება ტბაში, ესე იგი თევზი დგას და დაცურავს აქეთ იქით ჩვენ წერტილში და იმის ნიშანია, რომ ანუ თევზი დგას და შანსები გვაქვს რომ თევზი დავიჭიროთ რა. ეხლა ნახოთ, შევხედოთ რა დავამუშავებთ, როგორ დავამუშავებთ მე და გიორგი დასაკვებს ამას ყველაფერს გაჩვენებთ. თან ცოტა ნიავიც გვაქვს. ცოტა ნიავიც გვაქვს, აი ამინდია, მართლა აგე დაცურავენ, რა თუ გაუდიდებ ანახებ. ეხლა ცოტა გავიდა. შემა თევზი გავიდა, გიო. და გაყვა. შორსა, პროსტა აი დავიჭირე, აი ეგრა. შო ეხლა ეთყობა ახლო მოვედით მეგობრებო, ახლოში იყო 15 მეტრში 30 მეტრში იყო. ჩვენს რო დაგვინახა წავიდა მე რა. შემოვა რა. ეს იმის ნიშანია, რომ თევზი დგას. ნახოთ ეხლა დანარჩენი ჩვენ რას ვიმოქმედებთ, როგორ ვიმოქმედებთ, პროცესში რას ვიფიქრებთ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს უკვე პროცესში ვნახავთ. დანარჩენი დრო აღარ დავკარგოთ. 3 საათი გვაქვს დრო მე და გიორგის ოიცევზავთ და აბა ვნახოთ რა იქნება. ჩართვამდე. ეს რაღაცებიც ამოვიღოთ. ეს პრიპასები ჩამოვიღოთ, რა. ჩამოკარგებო, ეხლა
სპეციალურად წამოვიღეთ მე და გიორგი საყინულეში გაყინული დასაკვები, რომ ავხსნათ და მეგობრებს დავეხმაროთ, იმიტომ რომ ყოფილა კითხვები და მოუწერიათ, რომ არომატი გაუვიდა, ზოგს აუმჟავდა, ზოგს აუფუჭდა და ასე შემდეგ. როცა საყინულეში იყინება რამოდენიმე ხანი, ერთი კვირა იქნება, ორი კვირა იქნება, სამი თვე იქნება, ხო? რა თქმა უნდა, თავის არომატს კარგავს დასაკვები და ამის გამო ეხლა რას ვაკეთებ ხოლმე, ხოლმე? აი ხა ჩემ დასაკვებს გაუვიდა ცოტა სუნი. გიოსაც ეხლა ცოტა შოკოლადის სუნი ქონდა, როდის ითევზავე? მე 10 დღეს წინა. ხო, 10 დღეა გასული, რაც ითევზავიო, ცოტა შენარჩუნებული აქ, მაგრამ არ გადავყარეთ, არ დავხაჯეთ ფული, ხო, ტყუილად შევინახეთ მაცივარში, იყინებ, საყინულეში იყინება შემოკარგებო, ჩვეულებრივ გადუსე არ შეინახოთ, თორე აგიმჟავდებათ, დასაკვები თუ შემოგჩებათ თევზაობის დროს და შენახვა გინდათ, საყინულეში შეინახეთ, საყინულეში. ეხლა მოდი ეხლა ასეთი რაღაც ვქნათ. ჩემი არის მოწითალოფერი, გიოსი შავია, მაგრამ ეხლა არ ვარ ხო სხვაგან. იქ სხვა წყლით მოვზილეთ, სხვა პრინციპებით მოვზილეთ, სხვა სახე მივეცით, ხო? ეხლა ვართ ზღვაზე, ნაფოტაზე, ცივწყალში. ეხლა როგორ დავამუშაოთ დასაკვები, როგორ გავაცოცხლოთ დასაკვები, ამას წამოგიდგეთ შემოკარგებ. აი ეხლა როგორ გავაცოცხლოთ და როგორ შევძინოთ არომატები და აი სიტყვაზე არაგვის დასაკვები, როგორ დავამუშაო ზღვის დასაკვებად, აი მას ყველაფერს გაჩვენებთ. კი, გერმოთარება შევა ცოტა მოხდეს, მაგრამ სიცივია მეგობრებო, აქ მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს უკვე როგორ დაამუშავებ, რა პრინციპით დაამუშავებ და რა სახის მიცემ. აი ხა დავიწყოთ, აბა წავიდეთ. ჩემი არის ზაფხულის დასაკვები, შემოერგოთ ამის ამდენი ხანი საყინულეში მქონდა. აგერ გიოსი არის შავი და ჩემი არის აი ესეთი წითელი. ესეთი წითელი ეხლა ხანდახან კი რა თქმა უნდა ზამთარშიც მუშაობს წითელი. სხვადასხვა ვიდეოში მაქვს ნათქვამი რომ კი უნდა შევახამოთ აუცილებლად ზამთარში ცოტა მუქი ფერები, შავი ფერები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ დაფრთხეს თევზი, უსაფრთხოდ იგრძნობს თავი და რა თქმა უნდა ძალიან მძაფრისუნებით საგჭირდება, მაგრამ არის ხომ ეს სიტუაციები ზამთარშიც რომ ეს მოწითალო ფერიც მუშაობს, ცოტა ღია ფერიც მუშაობს, შემოკარგება და რა ვიცი, თეთრ უმუშავია. როგორ მიუდგებთ ამ მიდგომასაც, რა თქმა უნდა, ზაფხულში გაჩვენებთ, როგორ მოვატყუოთ დასაკვებებითაც, როგორ მოვატყუოთ თევზი, ამას უკვე ზაფხულზე გაჩვენებთ რა. ძალიან მაგარი რაღაცაა და უეჭველი გამოგადგებათ იმედი მაქვს რა. ამას უკვე ზაფხულში გაჩვენებთ. მოკლედ, ჩემი არის წითელი, თან ახლა ალიჭიებით სურევია ჩემს. ზამთარში არ ვჭირდება ძალიან ბევრი დასაკვები, იმიტომ რომ არ დაფრთხეს და არ გაძღეს, არ უჭირდება. ეხლა მე არ გავაკეთებ მძიმე დასაკვებს, იმიტომ რომ ნაფოტა გვაქვს ეხლა მიზანი, ხო? ნაფოტა კარჩხანა და რა ვიცი, თუ მოვიდა კაპარჭინა ზეგეც კაი იქნება. უბრალოდ ეხლა რა თემას ვიძახი. სინამდვილეში ძალიან მძიმე დასაკვები ნაფოტას არ უყვარს. ჩემი პრაქტიკა გამომდინარე, ჩემი გამოცდილებით შემოკარგებოდა ევროპაშიც უკვე დაფიქსირებულია ეს ფაქტი, რომ ნაფოტას არ უყვარს ძალიან მძიმე დასაკვები, ურჩევნია ესეთი ფხვიერი მასა და უყვარს ესე ვთქვათ, ეს გამოთვრა გავაკეთოთ, რომ როცა ეხლა ზამთარია უკვე დეკემბერია შემოკარგებო და ცივია წყალი, რა თქმა უნდა, ამის გამო უნდა ვითევზაოთ დელიკატურად, უნდა ვითევზაოთ ჩვენ თევზს. უნდა იყოს წვრილი ნებსკავი, წვრილი სადავე და ყველაფერი დელიკატური, რომ მოვაწონოთ და რაღაცნაირად მაინც დავიჭროთ თევზი. ეს დავიჭრეთ თუ არ დავიჭრეთ, ეს ვიდეო უეჭველი იდება მაინც რა მეგობრებო. და გამოიწერეთ არხი, თხოვნა მექნება. თუ თქვენი დრო დამითმეთ და ჩემამდე მოხოდი და აგე მიყურებთ, ძალიან თხოვნა მექნება, რომ გამოწეროთ არხი. მოკლედ ეს ჩვენი დასაკვები მოვიდაო მაინც და რაღაცა მე ბოლოს ფესს ამის ახლა აღები უკვე აღარ წითელი ფერი მაქვს მე, ამის გამო გამოვიყენებ კოპტონს შავი
შერეული ახლა просто კოპტორი. ამაში. ესე იგი მე მაქვს მელასათი დამძიმებული, არა გვისთვის დასაკვები. ეხლა აქ მძიმე დასაკვები რო აქ ჭირდება, ცოტა გავაფხვიეროთ, კოპტონს ჩავყრი. და მე არომატებისთვის რაღაცებს დავამატებ კიდე რომ არომატი გაძლიერდეს. მოკლედ ეხლა აგიხსენით, ჩემო კარგებო, გაყინული დასაკვებს როგორ ვაცოცხლებთ, კოპტონი ჩავყარი, ხო? ეხლა უნდა არომატები, ხო? მე ეხლა არომატები მინდა რომ შეუმატოთ ჩემ დასაკვებს, უკვე მკვდარ დასაკვებს, მეგობრებო, ამ დასაკვებს მკვდარი დასაკვები ეწოდება, იმიტომ რომ მარტო არი ფხვიერი მასა საკვები, მაგრამ არ აქვს არომატი, ხო? ამის გამო ეხლა მოდი ესე ამას ვიზავ რა. ზამთარი რო არის და მინდა რომ მადა გაუღვიძო თევზს, მადაზე მოვიყვანო და შემოვიდეს ამ პერიოდისთვის ერთ-ერთი საშუალება არის წითელი წიწაკა, ჩემო კარგებო. არ მოგესმათ? წითელი წიწაკა. თუ გენებავთ შავი პირპილიც გამოიყენეთ, ნებისმიერი რამე, ბევრნაირი მეთოდი ვიცი და ამას აუცილებლად გადავიღებ ნენელა. აი ესე წითელი წიწაკას ხმარ მწარეს, რომ მადა გაუღვიძო ამ პერიოდში. ნიორიც კაია, წიწაკაც კაია, დარიჩინიც კაია, მიხაკიც კაია, ჩემო კარგებო, აი ძალიან კაი სუნი აქვს რაღაცა. მე მიხაკს გაურევ და გაურევ წიწაკას. გიორგი გაურევს რა ვანილი? ხო. გიორგი გაურევს ვანილი თითევზავის, მე წიწაკად და მიხაკით გაურევ და ნახოთ რა არ გვინდა ძალიან მძაფრი სუნი, ისეთი სუნი გვინდა თანაბარი სუნი გვინდა, ჩემო კარგებო და არომატი გვინდა რომ არც დავაფრთხოთ და მადადაც მოვიყვანოთ. ამის გამო არია. გაიწეღან ძალიან იყრებოდა ეს დასაკვები. იმენა დამძიმებული იყო, პლასტელინივით იყო თითქმის რა და ეხლა გააცოცხლა გიომაც გააცოცხლა თავი დასაკვები. ხუიერი გახდა. ამას დამატებული მიხაკს გაურევ და ვსო, ჩემი დასაკვები უკვე გაცოცხლებულია. ვანილი გაურევ. ძალიან კაია. იმას ავიძახი რომ ეგრევე გამოგებული მასრიდან არის მუშაობს. როგორ არის მუშაობს, მაგრამ რო ქონდა დასაკვები სხვა ფერის და ასე შემდეგ, ეხლა ვართ ზღვაზე, ცივა და მოვიფიქრეთ რომ ესეთი რაღაც საგვერია რა, ესე გავგვიცოცხლებინა და წიწაკა ერთ-ერთი კაი საშუალებაა და ვანილიც ეს კაი საშუალება თუ კაი ამინდია ეხლა მართლა კაი ამინდია არც ქარია არა წყნარი ამინდია დღეს მთელი დღე წყნარი იყო რავი ნახოთ რა სიმწარე კაია კარჩხანაც უყვარს ნაფოტასაც უყვარს ნახოთ შევხედოთ სიტუაცია ამაზე ძალიან ბევრი ვიდეოს შემოგთავაზებთ ახლა მომავალში არომატებზე და ბაზარში ისეთი რაღაცები შევავიყიდოთ რომ რავი, ისეთი დასაკვები შეიძლება შევქმნათ რომ რავი რა. მოკლედ იაფად. ჩვენი გემოვნებით. აქ დამატებული წყალი. დასაკვები ცოტა ნესტიანი იყო. ხო, ჩემიც და. ხო და აი წყალი მაგარია. ჩავაყარე ამას, მესამეც ჩავაყარო? ნაგავს ვაგროვებთ ერთ ადგილას, რომ მე წავიღოთ და აქ არ დავტოვოთ. მაგარი. და გიორს გადავუღია მეც ტრელით. ძალიან კაია. არ ყვირის არომატი ნახე. ხო. არ ყვირის არომატი. ცოტა მაგარი არომატია. ცოტა კაია. კომპონენტს აქვს. და მიხაკს. მოკლედ აი ესეთი რაღაც გამოვიდა მეგობრებო. ფხვიერი უყვარს ნაფოტას. ძალიან უყვარს. და
დამეწმუნებით რომ თევზაობთ ხოლმე შამაიზე თევზაობთ ხოლმე ზედაპირზე ხო დაგიჭერიათ ვარდაზე ხო დაგიჭერიათ ნაპოტა რატო დაგიჭერიათ იმიტომ რომ უყვარს ეს ხვიერი მასა უყვარს ნაპოტასაც უყვარს მეგობრი და მაგიტომაც დაგიჭერიათ და ეხლა რომ ცოტა პასიურია და ასე და შემდეგ გონია რომ ესო დაიყრება ფსკერზეც და თან რომ ფანტელები და ფიფქები გარშემო იცურავებს დაწუნებული ვარ რომ უნდა იყოს რა გული მიგზნობს რომ რაღაცა იქნება რა ნახოთ აბა წავედით ეხლა მოცა წყალდა მინერალია პროსტა რა მოკლედ უკვე დავჯექით პირველ გასროლას გავხორციელებთ შემოკარგებო დავიწყებ ჯერ თეთრი მატლით ნახოთ რა იქნება როგორ იქნება მე რაღაცა მეთოდები მაქვს ამას რა თქმა უნდა წამოგიდგეთ ვიდეოში კარგად დაახვით ძალიან თხოვნა მექნება გადავსა თუ რა არ იმუშავა რა თქმა უნდა უკვე მეთოდები მაქვს სხვადასხვა მიდგომები მაქვს მინდა რომ პურის სატყუა რა შემოგთავაზოთ როგორც სხვა ფორმით და ამ პერიოდში რა და როგორ ვაკეთებ ხოლმე სატყურის მიმართებაში და როგორ ვაკეთებ ხოლმე ამას ყველაფერს ჩვენეთ ვიდეოში მეგობრებო მანამდე გამოწერით არხი მოიწონეთ ვიდეო და დარჩით ჩემთან რომ არ გამოტოვოთ საინტერესო რჩევები და მომენტები აბა დროებით ეხლა გადავაგდებ ორიენტირი უკვე აღებულია შუაშრეში ეს არქივი თუ შემოდის იქ თევზაო ზუსტად კოშკთან აღარ წავედით და ვნახოთ თან დავყვებავთ და თან ვითევზავებთ იმიტომ რომ დრო აღარ არის იმიტომ რომ დაიწყო 5 საათიც და არ გვინდა რომ დრო დავკარგოთ ჩავაკარგებო ჯერ ამოვედით ეხლა 5-ისკენ დავიწყეთ თევზაობა ასე თუ ისე არ შეიჩნევა რა ეს პატარა ჩატყმა ქონდა და იმის მერე არ განხორციელებულ არანაირი ჩატყმა და გაგაჩვენებთ ადრე ნიორზე მინდა 1-2 სიტყვა თქვა კბილზე ადრე ჩავწერე რომ ნაკელის ჭიას ჩავახეხე და არომატი მივეცი და კაი შედეგიც მომცა ჯანდარის ტბაზე შეგიძლიათ გადავბრძანდეთ და ჯანდარის ტბაზე შარშან წინ დავდე ვიდეო და შეგიძლიათ ნახოთ ეხლა რა თემაა ეხლა თუ ხედავთ რომ პასიურია და არ გვინდა რომ ძალიან ძაფრისუნი იქონდეს არ გვინდა რომ დაავაფრთხოთ თევზი და ასე შემდეგ შეგვიძლია ესეთი მეთოდიც ვქნათ აი ესეთი მეთოდი გიო მოდი აჩვენე აი ესეთი მეთოდი მეგობრებო გავასუფთავოთ თუ არ გვინდა რომ აი ჩავაჭრათ ჩავახეხოთ ჭიას და ასე შემდეგ და არ გვინდა ძალიან მძაფრი იყოს და არ დავაფრთხოთ ჩვენი აზრით აი ესეთი რაღაც მეგობრებო შუაში გადავჭრით ნიორს და ყველა სატყუარის გაკეთებაზე ესე წავისვათ რომ ეს აუცილებლად გადავა სატყუარაზე იმ რაოდენობით რა რაოდენობით ჩვენ გვჭირდება იმ რაოდენობით მიეწოდება წყარში თევზს ესეთი არომატი მგონი არ იქნება ძალიან მძაფრი და ვნახოთ ეხლა რაც შეეხება პურს ახლა მინდა რომ პურის ფანტერით შევთავაზო და ვნახოთ მეორე ვარიანტიც მაგდა რა თქმა უნდა ამასაც ეხლა ჩავერთვები კიდე მეორე ჩართვასაც გაჩვენებთ რაზე მაქვს საუბარი რომ მაქვს ვიდეო ჩაწერილი პურის სატყუარებზე მაგრამ ესეთი ვიდეო არ მქონია რა და მინდა რომ აქვე ჩავწერო და მე თუ სული ეხნებათ საკეთს ჩავწერ
უბრალოდ ამის ნიორზე მინდოდა თქვა, რომ არ არის საჭირო ზამთარში 1 ფუთის ნიორის გამოყენება. ამით ჩემი აზრით ძალიან ვაფრთხობთ და ვაზიანებთ წერტილს. ძალიან ვაფრთხობთ მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან მძაფრი სუნი შეიძლება პასიურ თევზს უფრო აფრთხობდეს ვიდრე მოყავდეს. ეს უნდა ვაკონტროლო. შეიძლება არის მომენტი, რომ ძალიან მძაფრი სუნი უნდა, კი ბატონო, მძაფრი სუნი მიეცი, აკონტროლე, მოვა თუ არა. შეიძლება მძაფრი სუნი საერთოდ აჭირდებოდეს. რაც ახლა სატყუარები გამიგია, რომ პასიურ თევზს მოძრავი ჭია ჭირდება. ყველა შემთხვევაში ხანდახან მოძრავი ჭია თუ მოძრავი სატყუარა ნებისმიერი სახის აფრთხობს შემოკარგება, აფრთხობს. როცა გუნებაზე არის, როცა ხასიათზე არ არის და შეიძლება რომ ის მოძრაობდეს, ისიც აღიზიანებდეს და არ მოვიდეს იმ მოძრავთან და იმიტომაც ხარშავთ ხოლმე, იმიტომაც ჭრით ჭიებს. მაგიტომ ვაკეთებ ხოლმე შემოკარგება. აი ამის თქმა, ეს პირველი რჩევა ჩემგან, მეორე რჩევასაც დაელოდეთ. როცა გინათ რომ ძალიან მძაფრი სული არ იყოს თქვენ სატყუარაზე, ან როცა არ გინათ რომ ძალიან მძაფრი იყოს თქვენი სატყუარა ან თქვენი დასაკვები, ეს არის ყველაზე კაი მეთოდი. თითებზე წაისვით და ისე გავუკეთეთ სატყუარა. ძალიან მაგარი მეთოდია. შეიძლება დღეს ვერ დავიჭიროთ თევზი, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ეს რაც გეუნებით, რომ არ მუშაობს, ან არ უმუშავია, მუშაობს შემოკარგება და სამომავლოდ გეუნებით, რომ ამ რჩევას იმიტომ ვიძრევი, სამომავლოდ გამოგადგეთ ეს რჩევები. შეიძლება ახლა ძალიან გვიან მოგვიწია ამოსვლა და შეიძლება უცოდო დავრჩეთ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და ყველანაირად შვებით იმას, რომ ჩატყმები გაახორციელოს. ნახოთ. აი ამით ახლა ამოვიღებთ ისა არკეს. მაგრამ გაჩვენოთ რაზე მაქვს საუბარი. ილაინი თევზა ომს შემოკარგებო. ილაინი მონტაჟი მაქვს. ესეთი ილაინი მონტაჟი მაქვს, სრიალა. ძიმე საკვებურა მაქვს, იმიტომ რომ დაღმართია და რო არ წაიღოს ყოველთვის მაგაზეც მოუწერიათ, რომ ჩავაგდე და მიაქ ვერ გავაჩერე. ტბაზია საუბარი აქ. ამის გამო ყოველთვის ძიმე საკვებურები ტესტის მიხედვით დააყენეთ. თუ არის 60-იანი ან 50 გრამიანი, იმაზე ხვევით. ეს არის 40-იანი ახლა, მაგ 60-იანი ჯოხი და 40-იანი არის საკმარისი, რომ გავაჩერო ფსკერზე. მერე მოდის აქეთ 30 სანტიმეტრიანი მინდოდა რომ ახლოსში ყოფილიყო ჩემ საკვებთან. 12 ნომერია და ვფიქრობ, მე 10-ზე გადავიდე. და 18 ნომერი ნემსკავი. ის ძალიან პატარა. ეხლა რაზე მაქვს საუბარი? ორი ფანტელი და მე გაჩვენებთ იმას. აი ფანტელს რო გავუკეთებთ, ჯერ წავისმევთ ნიორს თითებზე და მე ვიღებთ პურიდან ფანტელს და უკეთებთ. აი ესეთ გომარეობაში. თუ ვინც ვერ უკეთებ ფანტელს, იყო საუბარი რომ ვერ უკეთებ. დაისველეთ თითი ენით და ისე გაუკეთეთ. სულ ისე რომ მოხდება, ეგრევე შეკრავს. აი ესეთი მდგომარეობა შემოკარგება. ნიორის სული აქ დასაკვებთან ერთად ურევ სიმინდს შემოკარგებო. თუ დასჭირდება, მე რა თქმა უნდა ჩავაჭრი კიდევაც ატყუარას. და ასე შემდეგ. ამჟამად ესეთი მიდგომა უფრო კარგი მგონია და აბარანგი. ველოდებით რომ ჩავიდეს ამ მდგომარეობაში, როცა ველოდებით რომ ჩავიდეს, წვერი არის მოჭიმულ მდგომარეობაში შემოკარგება. აი როცა ჩავაბს კერამდე მიაღწევს, ხო? მე უკვე მოუშვს. ესე იგი ჩვენ წვერი გვატყობინებს, რომ უკვე ჩავედიო. ამ მდგომარეობაში უკვე ამ დროს უკვე ნელა, ძალიან ნელა, ისე რომ იმაზის არ ვაშორებთ, აზრი არ აქვს, თუ იმ ტაზს მოვაშორებთ. აზრი არ აქვს, ჩვენ ხო სპილინგით არ თავზავთ, შემოკარგებო, რომ გატარება იყოს, ხო? ძალიან ნელა ვჭინავთ. ძალიან ნელა რომ იმადრის არ მოვაშოროთ. 30 სანტიმეტრიდან ასე შემდეგ სასჭიროებს არ წამოადგენს, მაგრამ აი უკვე დაჭიმულია. აჰა. 2 და 3 მეტრი უკვე ხო, უკვე სასჭიროებაა, რა თქმა უნდა, ხა. აქ მინახავს რომ გიო ჩააგდებენ, მოაქვთ მოგავ და რაღაცა დაბყოლებას აძებენ, რომ გაჭედონ რა და
ჩემი რჩევა იქნება თუ იმ დამყოლებას პროცესში ვნახულობთ, მანამდე მოიძიონ ის დამყოლება, რომ არასწორი დაკვებები არ გაახორციელონ მერე რა, რომ აზრი არ აქვს მართლა რა. ჩვენი მიზანი არის ფიდერის ან ტივტივის, ჩვენი მიზანია, რომ სადაც იკვებება მეგობრებო, იქ უნდა ჩავარდეს ყოველი ჩაგდება. ყოველი ჩაგდება უნდა ჩავარდეს იქ. თუ მოვაშორებთ და წამოიღებთ, აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ის თევზი თქვენ დაკვებილ ადგილზე, სადაც გახორციელდა წინასწარი დაკვება, მერე დაკვება, პროცესში დაკვება, იქ გროვდება თევზი მეგობრებო. აზრი არ აქვს თუ წამოიღებთ. ჩააგდებთ, ოდნავ მოჭიმეთ. ოდნავ მოჭიმებული არაფერი არ არის. საშიშროებას არ წამოადგენს. ეხლა დავარო ჩაკვებს, თუ ჩაკვები არ იქნება, ისე რჩევებს ვიძლევი ეხლა რომ მაგარი კაი ვიდეო გამოვა, ჩამოკარგებო. იმიტომ რომ გვადგება და გამომდგარი მეთოდებია, რაც გეუბნებით ეხლა მე თქვენ და ნახოთ, ველოდებით ჩაკვებს. თუ არა და კიდე მაქვს ერთი-ორი მეთოდი, რომელსაც წამოგიგებთ რა აუცილებლად, ეხლა გიოს აღარ მოვასწრებ. გიოს ანკესთან არის და ყურადღებით უნდა იყოს. ცოხას ჩაგერთვები და გაჩვენებთ რომელი მეთოდია კიდე ზაფხული შემოდგომა ნებისმიერ პერიოდში რომელი მეთოდი არის კიდე გამომდგარი პურის სატყვარებში როგორც თმიანებში და ასე შემდეგ ამ ყურებს წამოგიდგენთ უკვე ცოტა ხანში. აბა წავიდავთ. პურის სატყვარები რო ვახსენე მეგობრებო, ეხლა აგიხსნით. ეს მეთოდი მუშაობს როგორც კობრზე, ასევე ამურზე, დამიჭერია და კარჩხანაზე და რავი რა, ნაფოტაზე და ასე შემდეგ რა, მშვიდობიან თევზზე, კობრთა ოჯახის ამომადგენლებზე, ყველა ნებისმიერ თევზზე მუშაობს რა. ეხლა რა არის? ამაში დაგვჭირდება ჩვენ ასეთი შპრიცი. თქვენ ამხელად გინდა, თუ გინდათ რომ დიდები გამოვიდეს, დიდი შპრიცები გამოიღეთ, თუ გინდათ რომ პატარები გამოვიდეს, პატარები გამოიღეთ. ეხლა რაზე მაქვს საუბარი? ამას ეხლა წამოვიდეთ. უნდა ვიყიდოთ ჩამოკარგებო აუცილებლად დაჭრილი პური უნდა იყოს. თუ გნებავთ ისე დაამტკერეთ პურის გული, მაგრამ ამით უფრო კაი გამოდის. ამჟამად ახლა ტოსტის პური მაქვს. აი ესეთ მდგომარეობაში მივაჩვენე. სახის მდგომარეობას თუ გინდა დააფრთხილეთ საფრთხელებელით. თუ არა და აი ესეთ მდგომარეობაში დავაფრთხილებთ, ჩამოკარგებო. აი ესეთ მდგომარეობაში დავაფრთხილებთ. აი ესეთ მდგომარეობაში დავაფრთხილებთ. დავჭირდება დანა, იმიტომ რომ აი ეს ადგილი ჩვენ მეგობრებო, ეს ადგილი ჩვენ არ გჭირდება. ამას მოვაჭრით. აჰა, მოიჭრა. ასეთ მდგომარეობაში შემოკარგებო. ეხლა არ აშვები. მოდით ჩვენ ახლოს. ჩაარჭობთ. და ეს მდგომარეობა გამოდის შემოკარგება. აი ესეთი მეთოდით, ეხლა ორი ერთად არის შეერთებული რა. აი ესეთი მეთოდით შემოკარგებო. ის გადაღებული მაქვს, მაგრამ ეს ვარიანტიც არსებობს, რო იცოდეთ რა. თუ გნებავთ თმიან მონტაჟებზე დააგეთ, თუ გნებავთ ნემსკავზე. თუ გინდათ რომ ძალიან პატარა გამოვიდეს, მაშინ თვითონ შპრიცი უნდა იყოს პატარა, ან ისეთი ან შეგიძლიათ რომ იყიდება სპეციალური მაგის საშუალებებიც იყიდება სათევზაო მაღაზიებშიც, რომელსაც გამოიყვანთ თქვენ ზომაზე და აი ესეთი იქნება თუ ისეთი ნემსკავზეც კარგად ერჭობა, შემოკარგებო და იდეალურია. მოდი ახლა ამოვიღებ და ვაჩვენებ როგორ არის. ჩვენ უკვეავლაგდებით და წავართ, შემოკარგებო და დაგვიბნეთ და უკვე სულდათ ვითევზავით 2 საათი? არც რა, საათ ნახევარი ალბათ. საათ ნახევარი ვითევზავით, შემოკარგებო. 5 იყო დაწყებული რომ დავყვებეთ წერტილი მგონი.
ასეთ მდგომარეობაში აჩვენე მოდი. ეს ჩაარჭობთ. და ძალიან კარგია, ეხლა პატარა ნემსკავია და შეიძლება არ ჩადეს კარგად, მაგრამ როცა ყობრზე თევზაობთ, ან კაჩხანზე თევზაობთ, ასე შემდეგ ძალიან იდეალური და გამართლებული სატყუარაა შემოკარგებო რა. გამართლებული სატყუარაა რა. ერთი რომ რა თქმა უნდა პურია და თევზს უყვარს, ნაჟიბადები და ყველაფერი და მეორე ის არის რომ კარია. მარი არ დადნება და არ მოძრება ნემსკავიდან. კარი საშუალებაა ასეთ მდგომარეობაში, როგორც გავაკეთეთ ახლა, კარია რა. თუ ისე უბრალოდ პური დნება სიტყვაზე წუთნახევარში და ასე შემდეგ, რავი, ეს შევა წუთიც გაწროს და 2 წუთიც გაწროს, იმიტომ რომ კარი საშუალებაა და კაია რა მართლა. ჩვენ ახლა მოდი ისე ჩაუბრუნებ, აუნდა ხოთები. ასე გიყო. მოკლედ, მეგობრებო, ეს იყო და ეს კიდევ ბევრს და ბევრ ჩემს გადავიღებ. ბევრ მეთოდებს გადავიღებ, იმიტომ რომ ჩემი არხი თევზაობის მეთოდებია და მეთოდების გარეშე წამოუდგენელია ჩემ არხზე. მოკლედ, ძალიან ბევრ ვიდეოს გადავიღებთ. კი, ეხლა შეიძლება უშედეგო დავამთავროთ, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ეს არ მუშაობს ან გამართლებული არ არის. თან მინდოდა ეს ვიდეოს ჩამეწერა, იმიტომ რომ ყოველთვის შედეგიანი არ იქნება ჩვენი თევზაობა, მაგაზეც შევჯერდეთ და მაგაზეც ვიფიქროთ, რომ ყოველთვის შედეგიანი არ იქნება. კი, საათნახევარი ვითევზავ ეხლა და თან ზამთარია 30 დეკემბერია ჩამოკარგებო. რავი. იმედია გამოგადგებათ ჩემი რჩევები. და ვისაც ადგებათ ჩემი რჩევები, გთხოვნა მექნება, რომ კომენტარები დამიწეროთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწერთ პირად შეტყობინებაში და ძალიან მიხარია და გულსახარებთ თქვენი კომენტარები და თქვენი მონაწერები და ძალიან გთხოვთ ამ ვიდეოს ქვემოთ, ვისაც გამოადგათ ჩემი რჩევები, ან ერთხელ მაინც გაამართლათ ჩემი რჩევებმა, ძალიან გთხოვნა მექნება, რომ კომენტარი დამიწეროთ, რომ ნახოს ყველამ, რომ მართლა რასაც მე საუბრობ, რასაც მე გაჩვენებთ, რომ მართლა მუშაობს და მუშა მეთოდებია რა. ამით დაგემშვიდობებით. მრავალ ახალწელს დაეცარით შემოკარგებო. ჩვენ კი შევხვდებით 2025-ში უკვე, სეზონი არ თავდება. იანვარს უკვე ჯანდარაზე შევხვდებით, ჯანდარზე შემოგთავაზებთ უკვე ვიდეოებს და მრავალს დაეცარით. წარმატებებს გისურვებთ. აბა დროებით.